Გავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის მომდევნო სტუმართან ერთად ფილოლოგიის დოქტორი ბატონი მიხეილ ლაბაძე გვეწვია სტუდიაში. მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა პირიქით, ერთი რეგალია დავაკელით და წინააღმდეგი ვარ ისტორიკოსის ფილოლოგის ისე წარმოადგენთ ხოლმე. მიხეილი. ბატონ მიხეილ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ თურქეთში მცხოვრებ ლაზთა თვითშეგნების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მე ვიცი რომ თქვენ პირველ ეტაპზე საჭირო ჩათვალეთ რომ აგეხსნათ ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის თუ რა არის თვითშეგნება, რა თვითშეგნებაზე გვაქვს საუბარი და სხვა ეტაპსაც გამოყოფ. მოგახსენებთ, ესე იგი, არის თვითშეგნების რამდენგვარი სახეობა, რამდენიმე გვარი. ერთი არის ყველაზე გავრცელებული, ეს არის ევროპული თვითშეგნება. ანუ რომელ სახელმწიფოშია ცხოვრობს კაცი, იმ სახელმწიფოს შვილად და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლად აღითქვამს თავს მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობის. მაგალითად ზანგი თუ კი არის საფრანგეთში თქვა, საუკაცრავად ფერადკანიანი მაპატიეთ ფერადკანიანი საფრანგეთში ის უკვე აზროვნებს ფრანგია. დაბადებული საფრანგეთში ან ჩვეულებრივ მოქალაქეობა მიღებული ის უკვე ფრანგია. ასე რომ აი თქვათ მაგალითად საფრანგეთში დაბადებული ქართველი ენათმეცნიერი გიორგი შარაშიძე, რომელიც იკვლევდა კავკასიურ ენებს, არის ფრანგი ენათმეცნიერი, წარმოშობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი. ასევე აი თურქეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად ადამიანი, რომელიც აღიარებს ისლამს, ეს არის თურქი. და ასე რომ თურქეთში არის მხოლოდ სამი ეთნიკური უმცირესობა, ეს არის ებრაელები, ბერძნები და ეგრეთ წოდებული ალევიები, რომლებიც შიიტურ სექტას განეკუთვნებიან. ასე რომ იქ არის ევროპული თვალთახედვა ამ თვითშეგნებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ქართველებს და კერძოდ კი ლაზებსაც აქვთ გარკვეულწილად თურქული თვითშეგნება. ანუ ისინი აღიარებენ იმას, რომ არიან თურქეთის მოქალაქეები და მეტიც თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელები არიან, იმიტომ რომ ისინი მონაწილეობდნენ ათათურქის მიერ თურქეთის რესპუბლიკის შექმნის პროცესში. იყო რამდენიმე ლაზი, ასე ვთქვათ, სამხედრო მოღვაწე, რომელიც გვერდში ედგა ათათურქს, ქართველებიც, აჭარლები, ლივანელები და სხვები ეხმარებოდნენ ათათურქს და ისინი არიან თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელები. აქედან გამომდინარე, ბევრს აქვს თურქული თვითშეგნება. ანუ აღიარებს თავს თურქად და მიაჩნია, რომ ეთნიკური წარმომავლობა მისი არის ლაზური, რა თქმა უნდა, აჭარული, ლივანური და საერთოდ ქართული, ჩვეულებრივი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გურჯები და ლაზები თურქეთში არიან გაყოფილები, ანუ ლაზები ითვლებიან ცალკე ეთნიკურ ჯგუფად, გურჯები, ანუ აჭარლები, ლივანელები, ტალოელები და სხვა ქართველები ითვლებიან ცალკე ეთნიკურ ჯგუფად. ეს არის უბრალოდ არა მხოლოდ იმის მიზეზი, რომ ისინი არ აღიარებენ ერთიან წარმომავლობას თვითონ, არამედ იმის მიზეზი, რომ არსებობს ესეთი გაგება, ენობრივ ერთეულთა რეესტრი. ენობრივ ერთეულთა რეესტრი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრას, რომელი ენობრივი ერთეულებია გავრცელებული ამ სახელმწიფოში. და თურქეთი ჩვეულებრივ თავიდანვე ლაზურ კილოებს, ქართულიანის ლაზურ კილოებს, რომელიც 4 ერთეულისაგან შედგება, ეს არის ხოფური, ვიწურარქებული, ათინურ ართაშენული და ჩხალური, აღიარებდა ცალკე ენობრივ ერთეულად ადრევე. და აქედან გამომდინარე, ლაზებსაც მიიჩნევდა ცალკე ხალხად ქართველებისგან განსხვავებულად და ჩვენს ასე ვთქვათ ქართულ მეტყველებას, ანუ სალიტერატურო ქართულს ის აღიარებს ცალკე ენად. და აქედან გამომდინარე იმ კილოებზე მოსაუბრე ქართველებს, რომელთა მეტყველებაც ახლოა სალიტერატურო ქართულთან, აღიარებს გურჯებად. და საინტერესოა ისიც, რომ 90-იან წლებამდე, სანამ საზღვარი გაიხსნებოდა, გურჯებს არ ქონდათ, ასე ვთქვათ, ბოლომდე ქართული თვითშეგნება, ისინი აღიარებდნენ თავს გურჯებად და არ ხმარობდნენ სახელწოდებას ქართველი. იმიტომ რომ ქართველი მასთან ასოცირდებოდა ქრისტიანთან და გურჯი ასოცირდებოდა მუსლიმ ქართველთან, მაგრამ შემდგომში, როდესაც გაძლიერდა კონტაქტები საქართველოსთან და მათ მიეცათ საშუალება, რომ საკუთარი წარსული შეეცნოთ, ჩამოვიდა ბევრი სასწავლად, ბევრი აქედან ჩავიდა იქ და დაიწყო იქ გარკვეული მუშაობა, ასე ვთქვათ, ან ბიზნესით დაკავდა, ან ჩვეულებრივ ინფორმაციის გაცვლა რომ მოხდა, მათ აღიარეს, რომ ისინი არიან ქართველები. ასევე ლაზების ის ნაწილი, რომელიც იცნობს საკუთარ წარსულს, აღიარებს, რომ ისინი არიან ქართული წარმომავლობის. ანუ დღესაც ამბობენ ამას, რომ თქვათ მე ვარ
ქართული წარმომავლობის ამბობს ის, ვინც იცნობს თავის საკუთარ წარსულს. ანუ ჩვეულებრივ ლაზური წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში სასწავლებლად, ბიზნესის საწარმოებლად, ინფორმაციის გაცვლა ხდება და როდესაც ისინი გაეცნობიან საკუთარ წარსულს, ისინი აღიარებენ, რომ ისინი ქართველები არიან, ქართული წარმომავლობისანი არიან. და რაც შეეხება ეთნიკურ ქართველობას იმ სახით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ანუ ჩვენ მაგალითად საქართველოში ვამბობთ, რომ ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ეს არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო მრავალეროვანი ქვეყანა და მათ იქ სპეციალურად იყო ეს ჩადებული, რომ ეთნიკური წარმომავლობის წინ წამოწევით გაძლიერებული იყო, ასე ვთქვათ, ფედერალური ხელისუფლება, რომ გასაგები ურთიერთდაპირისპირების ფონზე გაძლიერებული იყო ეს ყველაფერი. კი, მაგრამ დაიშალა საბჭოთა კავშირი, თუ თემას არ ვწდებით, მაგრამ რადგან პარალელებს ვავლებთ, ამიტომ გეკითხებით, მადლობა ღმერთს დაინგრა და დაიშალა, თუმცა ინერციით ჩვენ საზოგადოებაშიც არა მარტო თქვა აზერბაიჯანელებში და სხვა ეროვნების წარმომადგენლებში ჩვენ ქვეყანაში ჩვენშიც ბევრ ამას დავიჭერთ თუ კი დავაკვირდებით რომ რაღაცა ინერციით გრძელდება რა საკვირველია ამათთან მიმართებით როგორ არის ეს ესენი როგორ თვლიან არიან ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში ვთქვათ ჩართულნი თავიანთი სახელმწიფოებრივი აზროვნებით თუ სტუმრებად შეიძლება თვლიდნენ თავს თურქეთის ქართული დიასპორა ქართველები და ავტოქთონი ქართველები არიან ჩვეულებრივ თურქეთის მოქალაქეები და აღიარებენ თავს თურქებად, თურქ მოქალაქეებად. ასევე ჩვენი ქვეყნის მცხოვრები ნებისმიერი პიროვნება უნდა აღიარებდეს და ჩვენ უნდა მივცეთ მათ ამის ასე ვთქვათ მაგალითი და მათ ჩვენგან უნდა მიიღონ ამის შეთავაზება, რომ ისინიც აღიარებდნენ თავს ქართველებად. კერძოდ საქართველოს ისტორიაში კარგად არის ცნობილი ბორჩალოელი მოღვაწე ყუდია ბორჩალოელის სახელით ცნობილი იქაური ერთი ხედართმთავარი, რომელიც მეფე ერეკლეს ჯარში იბრძოდა. და ამ ადამიანის ძეგლი აქამდე არ დადგმულა მარნეულში. და არადა უნდა დადგმულიყო, იმიტომ რომ ის არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. საქართველოს ცხოვრებათა ერთიანობის მისი არსებობის. ბერმა არც ის და ეს იყო ბორჩალოელი წარმოშობით, ანუ თურქი იყო წარმოშობით, მაშინ აზერბაიჯანი არ არსებობდა და ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ის იყო აზერბაიჯანელი. ის იყო თურქი წარმოშობით, ბორჩალოში ცხოვრობდა და იბრძოდა საქართველოს ჯარში ქართველების მხარეზე, ჩვეულებრივ მეფის ქვეშევრდომი იყო. ასევე იყო სხვათა შორის სომხებთან მიმართებაში, ბევრი სომეხი, რომელიც მაშინ ცხოვრობდა საქართველოში, თავს აღიარებდა ქართველად, თუმცა რელიგიური კუთვნება იყო სომხური ეკლესიის. ასე რომ აი ხალხგზელების მაგალითი ავიღოთ, ქურთები იყვნენ წარმოშობით და ქართველები ჩვეულებრივ სახელმწიფოებრივი აზროვნებით და მათ ქართველობაში ეჭვი არავის არ შეპარვია. ასევე წმინდანებთან მიმართებითაც იგივე შეგვიძლია თქვა, ჩვენი პირველ მოწამეები, რა თქმა უნდა, აბო ისმაიტელ ყოფილისა ქართველისაი, ასე ეწოდება. თუმცა თავისი შეგნებით საბოლოოდ, ხო? შეგნებით ის იყო ქართველი, გახდა ქართველი. ასევე აი აქედან გამომდინარე ჩვენ გქონდა ასეთი თვითშეგნება, ევროპული თვითშეგნება, ევროპაზე უფრო ადრე გქონდა ჩვენ. გქონდა რატომ ალბათ მიხეილ დღეს? იმიტომ რომ დღეს ეხლა იწყება ასეთი თვითშეგნების მშენებლობა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენთანაც ისე უნდა იყოს როგორც არის თურქეთში. ანუ ამ გამოცდილების გაზიარება არის აუცილებელი, იმიტომ რომ არსებობს ასეთი მაგალითები ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს და რაც შეეხება ეხლა ლაზებს, სანამ თურქეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდებოდა იყო იქ ოსმალეთის იმპერია, რომელსაც ემიჯნება დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა იდეოლოგიურად და ოსმალეთის იმპერიაში მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი ქართული თვითაღქმა. აი ცნობილია ისტორიიდან ესეთი ფაქტია, რომ ოსმალებმა ლაზეთის ტერიტორია დაიკავეს მე-16 საუკუნის 70-იან წლებიდან. მიუღეს გურიელსა ჭანეთი, არის ჩვენ ქართულ მატიანეში ცნობა და ისინიც აღიარებენ თვითონ ოსმალური მატიანეებიც აღიარებენ რომ ლაზეთი ოსმალებმა დაიპყრეს, ასე ვთქვათ. შემდგომ, როდესაც იქ საქართველოს იურისდიქცია, ქართული სამეფოების იურისდიქცია გაუქმდა, ისინი ინარჩუნებდნენ ფაქტიურ დამოუკიდებლობას. აი მაგალითად იყო საქართველოს იერარქი გერმანე, მიტროპოლიტი გერმანე, ლაზეთის ეპარქიის მეთაური, რომელიც 1647 წელს დახმარების სათხოვნელად წავიდა ალექსეი მიხაილოვიჩთან, რუსეთის მეფესთან. მართალი ეგ დახმარება მან ვერ მიიღო
მაგრამ არის არსებობს დოკუმენტები, გამოქვეყნებულიც არის, გამოქვეყნდა 2012 წელს ეს დოკუმენტები, სადაც ის პირდაპირ აფიქსირებს, რომ ის არის საქართველოს ეკლესიის იერარქი, ქართველი ლაზეთიდან. ესეც იმ დროს იყო დიდი აღსაკვე. ეს არის ჩვეულებრივ მე-17 საუკუნის შუა წლები. შემდგომ ის, როდესაც ბრუნდებოდა რუსეთიდან ლაზეთში, გურიაში შეჩერდა და უძლურების გამო, რა თქმა უნდა, ის ფეხით მოდიოდა და დიდხანს მოდიოდა, გარდაიცვალა გურიაში. ამის შემდეგ ლაზეთში მოისპო ქართული ეკლესიის, ასე ვთქვათ, ქართული ეკლესია გაუქმდა თვითონ ლაზეთში, იმიტომ რომ აღარ არსებობდა იერარქი, წინამძღვარი აღარ ყავდა, ოსმალები აწვებოდნენ, ასე ვთქვათ და ამის შემდეგ ჩვენ გვაწვდის მისიონერი ლუი გრანჯერიო, ანუ ლუი გრანჟიე, იგივე ერთი იტალიური ფორმით არის მისი სახელი და გვარდა მეორე ფრანგული ფორმით, ორივე წყაროში კარგად არის მოცემული, რა მდგომარეობა იყო მაშინ ლაზეთში, ანუ ჩვეულებრივ იყო ახლად გამუსლიმანებული ზედაფენა და ქვედაფენა, ანუ გლეხები, რომლებიც ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას. და ამის შემდგომ, როდესაც იქ საბოლოოდ გაბატონდა ოსმალეთის მფლობელობა და თვითონ იქაურმა მოსახლეობამაც მიიღო ისლამი, ვახუშტი ბაგრატიონი წერს, რომ სარწმუნოებით აცსრულიად მოჰმადიანი და ქართული აღარავინ იცისო, ანუ არამედ ქართული იცის ვიეთთამე, ასეთი ყოფით არის მოცემული. ანუ ქართულში ის გულისხმობდა სალიტერატურო ქართულს. გასაგებია. იქ შემორჩა ყილოები, ლაზური ყილოები, რომლებიც იყო მათი თვითშეგნების ძირითადი ნაწილი. აი ამ თვითშეგნებაში, მიხეილ, თქვენ მიბიძგეთ ახლა ახსენეთ, რადგან ენა რამდენად მნიშვნელოვანია, თქვა, გარდა იმისა, რომ ის აზროვნებდეს ასე და თვლიდეს, რომ თქვა, ეს არის სიტყვაზე ფრანგი, ქართველი, თურქი და ასე შემდეგ. მეტყველებდეს, შეიძლება თქვა, არა ლიტერატურული ენით, მაგრამ აი იგივე რასაც ხვდებით ახლა ჩვენ იგივე თურქეთის ტერიტორიაზე, ხო? არის ისეთ საოცარ სიტყვებს მუშაობენ კიდევ ჩვენი მეცნიერები ამ კუთხით ისეთ საოცარ სიტყვებს, უძველეს სიტყვებს ხმარობენ და იყენებენ. აი რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ ენის ცოდნა და არ დაკარგვა მათ აზროვნებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ დაიკარგოს ეს ენა. ამას წინათ ჩვენ გქონდა უნივერსიტეტში ჩვენს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში ესეთი კონფერენცია ბატონი დარიელის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ, ირანელ ქართველებს ეძღვნებოდა ეს კონფერენცია და მასზე აღნიშნა ბატონმა დარიელმა, რომ სამწუხაროდო იქ ფერეიდნული დიალექტი დაკარგვის გზაზეა, იქიდან გამომდინარე, რომ არის გავრცელებული ქართული სალიტერატურო ენა ვრცელდება ფერეიდნელ ქართველებში. თუმცა ეს მას არ ნიშნავს, რომ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ცუდია, მაგრამ სამწუხაროა იქიდან გამომდინარე, წმინდა ენათმეცნიერული პოზიციიდან გამომდინარე, რომ იქაურ დიალექტი ნელ-ნელა ისპობა, ეს სამწუხაროდ არის ტრაგედია და ასე ვთქვათ, დეგრადაციას და ამიტომ ეს უნდა იყოს აუცილებლად შესწავლილი და დაფიქსირებული ეს დიალექტი. ასევე ლაზების კილოები 4 კილო უნდა იყოს შესწავლილი, დაფიქსირებული ქართველი ენათმეცნიერების მიერ, იმიტომ რომ საერთოდ როგორც ცნობილია, ჩვენ ყავდა და ყავს აქ ლაზურის მცოდნე ძალიან ძლიერი მეცნიერები, რომლებმაც თავის სიტყვა თქვეს ადრევე ამ კილოების შესწავლაში და მათ გამოცდილებას მთელი მსოფლიო იზიარებს და ასევე მე მინდა აღნიშნო ერთი რაღაცა. თვითონ ლაზების თვითშეგნებაში ეს ლაზური მეტყველება არის ის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი აკავშირებელი ძაფი, რაც მათ აკავშირებს საქართველოსთან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩვენ ლაზურის უახლოესი განაყოფი მეგრული კილო გავრცელებულია საქართველოში და მეგრელები არიან ქართველები თავიდან ბოლომდე. ისინი არიან საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელები, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე და აქედან გამომდინარე არის ცოტა ისეთი სიტუაცია, რომ აი მეგრელები ქართველები არიან, ქართველებად თვლიან თავს, საქართველოს შემქმნელები არიან და ლაზები თავს შეიძლება ქართველებად არ აღიქვამდნენ. ამიტომ, როდესაც ლაზი გაეცნობა თავის წარსულს, თვითონ თავის წინაპრების მისი თვითშეგნებაც გარკვეულ წილად საქართველოსთან
სიმპათიით განიმშვალება. ანუ ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, ხო, პირველად რომ მოვისმინე ეს ჩვენ სტუდიაში ერთ-ერთი მეცნიერის მხრიდან რომ მსოფლიოში 30 მილიონი ქართველიაო, ცოტა შინაგანად იცით ეს 30 მილიონი ქართველი ცოტა გადაჭარბებულია იქიდან გამომდინარე რომ ქართული წარმოშობის ადამიანი შეიძლება იყოს 30 მილიონი. ამას ვამბობ ახლა თქვენ რას თქვით? დაახლოებით 10 მილიონამდე არის ისეთი ქართველი რომელიც ქართულს ფლობს. აი საქართველოში და თურქეთში და ირანში ერთად აღებული რუსეთში და ასე შემდეგ. და მე მინდა კიდევ რაზე გამომახვილო ყურადღება. თვითონ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოგეხსენებათ საქართველო მაშინ იყო ძირითადად რუსეთის იმპერიის მფლობელობის ქვეშ, მაგრამ აქ იყო ქართული თვითშეგნება ძლიერი და მაშინ გამოვიდნენ ასპარეზზე ცნობილი ქართველი მოღვაწეები და იაკობ გოგებაშვილის დედაენა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული თვითშეგნების ასამაღლებლად, ეს მნიშვნელოვანი მომენტია მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისის. ვრცელდებოდა ლაზეთშიც და თვითონ ლაზეთში მერე, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, შეიქმნა ეგრეთ წოდებული საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი. ამის სურათები და დოკუმენტაცია არსებობს ჩვეულებრივ ლაზეთის ეკრანზე და თან რა გვიხსნათ ბატონო. ეს არის ტრაპიზონის ვილაიეთში 1915 წელს გადაღებული ფოტოები. ვინმე ავსტრიელი ფოტოგრაფის კრეჩმარის მიერ და ეს აი ხა სადაც რასაც ხედავთ ეს სურათი. ამ სურათზე არის მოცემული ასახული ნესტორ მაღალაშვილი ლაზებთან ერთად. ესენი ვიწელი ლაზები არიან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ეს აქ ლეო კერესელიძეა ჯართან ერთად ოფიცრობასაც ჩოხა და ჩვეულებრივ ჯარისკაცები არიან ლაზურ ჩაქურაში გამოწყობილები. და ეს აღნიშნავს იმას, რომ აი მაშინ სანამ თურქეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდებოდა, მათ ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში ჰქონდათ გარკვეულწილად ქართული თვითშეგნება. რა თქმა უნდა, რელიგია აღარ ჰქონდათ ქრისტიანული, მაგრამ თვითშეგნება და ენა ჰქონდათ ქართული ჩვეულებრივ და როდესაც ჩამოყალიბდა შემდეგ თურქეთის რესპუბლიკა და მათაც მიიღეს მონაწილეობა ამ თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოიტანა ასე ვთქვათ ევროპული თვითშეგნება, მათ მიიღეს ასე ვთქვათ თურქული თვითშეგნება, ანუ თურქები არიან სახელმწიფოებრიობით და წარმომავლობით ისინი არიან ქართველები და მე ახლა უნდა განვაცხადო ისიც რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მათ ქართულ წარმომავლობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პრეტენზიების გამოცხადებას თითქოს რაღაც აი თურქეთში ქართველობის მხრივ. უბრალოდ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი საკუთარი წარსული. ფესვები, რომ ის არ მოწყდეს მომავალს. ანუ მათ შეუძლიათ თურქეთსა და საქართველოს შორის ხიდის ფუნქცია იკისრონ, ანუ დააკავშირონ ჩვენი ქვეყნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან განსაკუთრებით დღეს, როდესაც ევროპულ სტრუქტურებისკენ ორივე ქვეყანას გვაქვს გეზი აღებული და აქედან გამომდინარე ჩვენ მე მინდა ვთქვა პირადად, რომ დათური სამსახური მაგალითად ის კი არ არის, რომ ჩვენ მოუწოდოთ ლაზებს, რომ მათ ისინი გაეცნონ კარგად თავიანთ წარსულს და ასე ვთქვათ შეიმეცნონ, რომ ისინი ქართული წარმომავლობისანი არიან. დათული სამსახური არის ის, რომ მათ არ მივცეთ ამის საშუალება და მათ ასე ვთქვათ ისინი დარჩნენ აი მითების დონეზე, ფოლკლორის დონეზე, იმ ფოლკლორის დონეზე, რაც დღეს აქვს და არ ეზიარონ იმ კულტურას, რომელიც მათი წინაპრების მიერ არის შექმნილი. იცით ის რომ ისინი თვლიან თავს თურქეთის მოქალაქეებად, ეს ამაში ცუდი არაფერი არ არის და რა თქმა უნდა არ არის. ეს ჩვენთანაც ასე უნდა იყოს, რომ ჩვენთანაც ასე უნდა იყოს, თქვენ აი მაგალითი მოიყვანეთ სომხების, რომელსაც ქართველად თავი სახელმწიფოებრიობად ქართველად, იმიტომ რომ ეხლა წარმოშობით ადამიანი სომეხია, აზერბაიჯანელია თუ ვინც არის ეროვნებით და მას არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქართველოში ან პოლიტიკოსია, ან ექიმია, ან ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელია, ის უკვე ქართველია, საქართველოს წარმომადგენელია. მან შეიძლება საქართველოს წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე და ის ქართველია, მოქალაქე. და სხვა არის, როცა ფესვებზე ვსაუბრობთ. ფესვებზე როცა ვსაუბრობთ, მან უნდა იცოდეს საკუთარი ენა და უნდა ცევდეს პასუხს ყველას, ვინც თქვათ თავის წარმომავლობაზე შეეკითხება, მაგრამ ის უნდა იყოს წარმომავლობით სხვა და
მოქალაქეობრივად ქართველი, როგორც თურქეთში. და ბატონ მიხეილ, აი 2 წუთით აღარ გრჩება და ბოლოს ეს რეზუმესავით რო გავაკეთოთ, იქნებ გითხრათ, აი ეს ხიდი ახსენეთ თქვენ ჩვენ შორის და ურთიერთობები, ერთმანეთთან კონტაქტები, რომელიც ბოლო პერიოდში საბედნიეროდ გაღრმავდა, თანდათანობით ღრმავდება, თუნდაც საგანმანათლებლო კუთხით, ძალიან აქტიურობენ ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც ჩადიან იმ ტერიტორიაზე და საოცრად უყვართ, ჩვენ ვიცით, ქართული ქორეოგრაფია, ხალხური სიმღერები და ასე შემდეგ, ისინიც ჩამოდიან და ჩვენც ძალიან კარგად მასპინძლობთ და აი ნიშნულობაზე, თითოეული ჩვენგანის როლზე, რას გვეტყვით, აი თითოეულმა ჩვენგანმა რო იგრძნოს, რომ მათაც შეუძლიათ რაღაც აგური დადონ აი ამ ურთიერთობების გაფორმებაში. და დავამატებ მე ბოდიში მიხეილ ნინოს შეკითხვას, აი რა კეთდება ამ კუთხით, თქვათ, აი ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯები იდგმება, რომ ეს ურთიერთობები უფრო მეტად გაღრმავდეს და აი ეს თვითშეგნება გაგვივიდეს. ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თურქეთის ქართველობასთან და საერთოდ თურქეთის რესპუბლიკასთან კონდეს მჭიდრო კონტაქტები, როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა განხრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოგეხსენებათ. თურქეთშიც საპასუხოდ არის ძალიან გამოცოცხლება, ქართული ენით დაინტერესებულები არიან ისინი და ქართულ ენას სწავლობენ უნივერსიტეტებში, სკოლებში, არჩევით გაკვეთილად, რა თქმა უნდა, იქ არის არჩევით გაკვეთილად ლაზური კილოებიც. და ძალიან დაინტერესებულები ვართ ჩვენ იმით, რომ ლაზური კილოები გადარჩეს და შესწავლილი იქნეს ოღონდ ქართულთან კავშირში. არა ცალკე გამოყოფილად, როგორც ცალკე, არამედ ერთად და ეს უფრო, ასე ვთქვათ, მეტ თვალსაწიერს გაუჩენს იქაურ მოსახლეობას. ჩვენ თუ კი არ ვიცი, როგორც ამბობენ ხოლმე და ეს საიტის მიხედვითაც იგრძნობა, ჩვენ გვიყურებენ საზოგადოებრივი მცხოვრები ქართველები და რა ვიცი მოვიკითხოთ ნინო ხო თუ კი ახლა დიდი სიყვარულით ან თუ მე ნახავენ ამას ირაკეთის საშუალებით აი YouTube-ში ხშირად ნახულობენ ხოლმე თქვენს ვიდეოებს ჩვენ გაქვთ ეს კონტაქტები ხო მიხეილ? რა თქმა უნდა, ჩვენთან სწავლობენ თურქეთის ქართველობის წარმომადგენლები, ჩვენც ხშირად მივდივართ ხოლმე იქ და, რა თქმა უნდა, ეს კონტაქტები არსებობს ძალიან. დიდი მადლობა. მიხეილ, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა და იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა დროსაც იქნები ჩვენი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი თემა აი ამ კუთხით რომელიც ფიქრობ დააინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენ მზად ვართ რომ გიმასპინძლოთ ნებისმიერ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ფილოლოგიის დოქტორი ბატონი მიხეილ ლაბაძე გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში.